მან ვალე პირდაპირ გეუბნები, რომ არასდროს არანაირ კავშირში არ ყოფილა ამერიკასთან. კომპანია ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან შემოდის, ჯერ ჯორჯიას სახელით, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ოფიციალური ამონაწერით. კომპანიას პირველ ეტაპზე 3 მეწილე ჰყავს. ბექარ მიქუჩაძე, ვალერი ცერცვაძის ცოლის ძმა, 33%. ვალერი ცერცვაძის მამა, ურთას ცერცვაძე, 13%. რადგან ცერცვაძის ბინა იყო იპოთეკით დატვირთული, აი ტექნიკის სასარგებლოდ 2016 წლის მაისამდე. მოგესალმებით ბაზარზე გიხდით მოწვევისთვის. ეს უკვე როგორც ხედავთ, სრული აბსურდის თეატრი არის. დავას მიცეულებები ჭირდება. კიდევ საუბარი იყო, რომ სახელმწიფო მანქანა იყო გამოყენებული სარეკლამო რგოლში. ეს თემაც უკვე ადრეც ითქვა, მაგრამ ეს რამდენად ეს ინფორმაცია ავთენტურია და რამდენად ეფუძნება მიცეულებებს, ეს ჯერჯერობით არაა ცნობილი. თეორიულად არ გამოდის წყალდაბოლო. ხუთად ესეც რომ აღმოჩნდეს და ყოფილიყო რომ ჩემი მანქანა არის. თეორიულად არ გამოდის ეს წყალდაბოლო. ხუთად ესეც რომ აღმოჩნდეს და ყოფილიყო რომ ჩემი მანქანა არის.